ჰიპოკრატეს ფიცი. ფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაციას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეება თუ რაცხრა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მევიჩნიო იგი. გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში. მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუ კი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევადარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძედ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას. ჩემი ძალღონისა და მიხედულობის შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არც ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმციკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება, რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინა განზრახვა, უმართებულობა და ავისურვილი. მით უმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოუკრა ან დავიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გაუმხილო იგი. და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსახელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიციან და ცრუ აღთქმა დავდო, პირ უკუ მომეგოს მე. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი-ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და როგორც არეკლამო ჭრილიდან თქვენ გაიგეთ, დიახ, ამ სტუმრის ბლოგს სწორედ გივი-ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წარმოგვიდგენს და თავად ამ კლინიკიდან მყავს დღევანდელ დილას 4 შაბათ დღეს სტუმარი, პედიატრი რევმატოლოგი, პროფესორი ქალბატონი მანანა ჟვანია, რომელსაც მივესალმები და მადლობას მოვახსენებ სტუდიაში დილა ადრიანეს სტუმრობისთვის და ჩვენი საუბარი მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოც იქნება, ძალიან მნიშვნელოვანიც იქნება. მე არ ვიცი სტატისტიკურად მოიმატა დაიკლო ამ ყველაფერმა თავისთავად ცხადია სტუმრისგან გავიგებ, მაგრამ ვიცი რომ ეს არის ის პრობლემატიკა, რომელიც ნამდვილად არ არის მილევადი, თუ უფრო აქტუალური არა დღესდღეობით და ნამდვილად საჭიროებს დროის დათმობას და კიდევ უფრო მეტად გარკვევას. მოდით ასე დავიწყოთ. რა კი დღეს ჩვენ რევმატოლოგიაზე ვსაუბრობთ, მე ესეთ ერთ-ერთ ასეთ განმარტებას წავაწყდი, რამდენად სრულფასოვანია ის ეს უკვე თქვენთვის მომინდვია ამის ვთქვათ განსჯა და დამატება. გეტყვით რომ რევმატოლოგია, როგორც მე ამოვიკითხე ასე ვთქვათ, რევმატოლოგია არის სხვადასხვა კლინიკური მიმდინარეობის მქონე დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც მსგავსი იმუნური პათოლოგიების ფონზე ვითარდება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება. თუმცა აქ არ არის მარტო შემაერთებელ ქსოვილზე ალბათ საუბარი. ვიტყვი იმასაც, რომ დაახლოებით სტატისტიკურად 120-მდე დაავადებას მოიცავს ეს დარგი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ პედიატრიულ რევმატოლოგიაში ჩამონათვალი უფრო მცირე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონო მანანა, მოდით დავიწყოთ ასე. რა დარგია თქვენი რევმატოლოგია და რას მოიცავს ის და ნელ-ნელა ეტაპობრივად მივყვეთ ამ თემას მეტად აქტუალურს დღევანდელ დღეს. მინდა აღნიშნო რევმატული დაავადებები ხშირად მძიმე პოლისისტემური მორეციდები და პროგრესირებადი მიმდინარეობით ხასიათდებიან. ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული ადეკვატური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მათი სიმძიმის მართვა და დადებითი გამოსავლის მიღწევა. რამდენად ხშირია რევმატული დაავადებები, ძნელია ამის თქმა. დღეისათვის მინდან საქართველოში სტატისტიკა ზუსტი არ არსებობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მათგანი
იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება, ზოგიერთი, მაგრამ განსაკუთრებით შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებები, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, სისტემური სკლეროზი და იუვენილური დერმატომიოზიტი. რაც შეეხება სხვა დაავადებებს, კერძოდ რევმატიზმს, ახალი კლასიფიკაციით მწვავე რევმატულ ცხელებას, ეს დაავადება რევმატულ დაავადებათა შორის არაიშვიათს წარმოადგენს და მისი არსი სისტემური ანთებითი პროცესია, რომლის გამომწვევი მიზეზი ინფექციაა, კერძოდ A-ჯგუფის ბეტა ჰერმოლიზური სტრეპტოკოკიდია. დაავადებას ინფექციის ქრონიკულ კერებს უკავშირებენ, როგორიცაა კარიესი, ტონზილიტი, ფარინგიტი, განსაკუთრებით საყურადღებოა ხშირად მოავადე ბავშვები, რომლებსაც რევმატული ცხელების განვითარების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ. რევმატული ცხელების უპირატესი გამოვლინება გულსის ზარღვთა რევმოკარდიტი, ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის რევმატული ქორია დაზიანება მიეკუთვნება. ასევე გვხვდება ცვლილებები კანზე, ერითემისა და კვანძების სახით. ბავშვები უჩივიან სისუსტეს, დაღლილობას, ხასიათისა და ხელწერის შეცვლას, ჰაერის უკმარისობას, ტკივილის შეგრძნებას გულის არეში, სახსრების ტკივილს შესიებას, აღინიშნებათ უნებლიე მოძრაობა, თვალების ხამხამი, ვოკალიზმი, ანუ გამოსცემენ ბგერებს უნებლიეთ. მნიშვნელოვანია ანტისტრეპტოლიზინი O-ს, ტიტრისა და ცერიაქტიული ცილის მომატება. ეხოკარდოსკოპური კვლევა ადასტურებს სარქლოვანი აპარატის პათოლოგიას, ვალვულიც, რომელიც უპირატესად მიტრალურ და ორტალურ სარქლებს ეხება. აი როცა ეხოსკოპიურად ასეთი გამოვლინება ხდება ხოლმე, არის თუ არა ყოველთვის მიტრალური სარკმლის ნაკლოვანება იმის მანიშნებელი, რომ თქვათ არის ჩამოყალიბებული მანკი? მოგახსენებთ, რომ ცნობილია, რომ ყველა ნოზოლოგიური ერთეული, ცალკეული ნოზოლოგიური ერთეული გაივლის პათომორფოლოგიური ცვლილებების ეტაპებს. აი პირველი ეტაპი მწვავე რევმატიული ცხელებისა გახლავთ მუკოიდური შეშუპების ფაზა. თუკი ამ შემდგომში ვითარდება ფიბროზი და სკლეროზი, ესე იგი შეუქცევადი პროცესები. თუკი ჩვენ მუკოიდური შეშუპების ფაზის პერიოდში დავსვათ დიაგნოზს, ესე იგი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და ადეკვატურად ვუმკურნალებთ, პროცესში შექცევადია. და ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მანკის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ეხოსკოპურად შესაძლებელია სარკმლის ნაკლოვანება იყოს დაფიქსირებული. გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ჩამოვასახელოთ ალბათ რაღაცა გარკვეული ნოზოლოგიები, რომელსაც თქვენი სფერო აერთიანებს და ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ინფორმაციის სახით მივაწოდოთ, ვთქვათ, რომელი დაავადება რა არის, რა სიმპტომატიკა ახასიათებს მას. ბატონო სიამოვნებით. ხა რაც შეეხება რევმატიზმს, მე ერთი მინდა აღნიშნოს, შესაძლებელია მშობლების, არა მხოლოდ მშობლებისათვის, არამედ მედიკოსებისათვის, რომ ზოგადად სხვადასხვა ფაქტორების მოქმედების შედეგად ცალკეული დაავადებები ექვემდებარიან სახეცვლილებას, პოლიმორფოზს. ეს პროცესი ცნობილი არის მედიცინაში. ჩვენთვის უცნობილი მიზეზების გამო, რომელთა შორის ანტიბიოტიკებისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ჯგუფის პრეპარატების ხშირი გამოყენებაა, როგორიცაა მოვალისინი, მესილი, ვოლტარენი და ასე შემდეგ, შეიცვალა რევმატიზმის მიმდინარეობაც. ხშირად გვხვდება დაავადების ეგრეთ წოდებული წაშლილი ფორმები. ანტისტრეპტოლიზინი O ტიტრისა და ცერიაქტიული ცილის ნორმალური მაჩვენებლები. მაშინ, როდესაც უკვე სარქლოვანი აპარატი დაზიანებულია დაავადებულ ფაზაში, რაც რასაკვირველია არ გამორიცხავს რევმატიზმის დიაგნოზს და თითოეულ შემთხვევაში აუცილებელს ხდის ავანტყოფის დეტალურ გამოკვლევას. განსაკუთრებით გულსის ზარღვთა სისტემის ეს ეხოსკოპური კვლევა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა აუცილებელი.
რაც შეეხება სხვა დაავადებებს ამ ჯგუფიდან საკმაოდ ხშირი გახლავთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებსაც საერთოდ ართრიტები ეწოდება. ეს არის დიდი ჯგუფი ართრიტების რეაქტიული ართრიტების სახით და კიდევ ცალკე ნოზოლოგიური ერთეული, რომელიც ძირითადად სახსრების დაზიანებით და არა მხოლოდ სახსრების დაზიანებით, არამედ პოლისისტემური გამოვლენებით, ანუ სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით ხასიათდება, მისი ეს წოდებული ვისცერალური ფორმა, ეს გახლავთ იუვენილური რევმატოიდული ართრიტი. საკმაოდ მძიმე, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც არა იშვიათად ბავშვის ინვალიდიზაციის მიზეზი კი, ჩვენ გვქონდა ამაზე ერთი გადაცემა, სრულიად დაუთმეთ სწორედ ამ პრობლემას და მოდი დავიწყოთ რეაქტიული ართრიტით მაშინ. კი ბატონო სიამოვნე. როგორც აღნიშნე, რეაქტიული ართრიტები ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების დიდი ჯგუფია, რომლის კლასიფიკაცია გამომწვევი მიზეზით არის განპირობებული. თუ მიაქციეთ ყურადღება, ჩვენ არ ვამბობთ რეაქტიული ართრიტი. ანუ ვიდრე არ დავაზუსტებთ გამომწვევ მიზეზს, დიახ, ვიდრე ეტიოლოგიური ფაქტორი არ იქნება დაზუსტებული. ვინაიდან ეს დიდი ჯგუფია, სადაც გაერთიანებულია, დიახ, სხვადასხვა ეტიოლოგიის ართრიტები. გამოყოფენ ართრიტებს განვითარებულ ზემო სასუნთქის სისტემის ინფექციის შემდგომ, მაგალითად პოსტსტრეპტოკოკული ართრიტები, ასევე განპირობებული აჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ზემოქმედებით. ასევე მიკოპლაზმა, ასევე გახლავთ ბაქტერია, რომელიც იწვევს ართრიტებს, ხლამიდია პნევმონია, რომელიც სასუნთქის სისტემის ინფექციას იწვევს და შემდგომ შეიძლება გართულდეს რეაქტიული ართრიტი. მეორე ჯგუფი რეაქტიული ართრიტებისა გახლავთ ნაწლავური ინფექციით პირობადებული ართრიტები, როგორც არის იერსინიის ფონზე გავითარებული ართრიტი, სალმონელა ენტერიტის ფონზე, კამპილობაქტერიის ფონზე, შიგელას ფონზე და ასე შემდეგ, ანუ დიდი ჯგუფი ნაწლაური ინფექციის შემდგომ გავითარებული რეაქტიული ართრიტების. შემდეგი ჯგუფი გახლავთ მწვავე უროგენიტალური ინფექციის ფონზე გავითარებული ართრიტები, რომლის გამომწვევი მიზეზი უხშირესად იგივე ხლამიდია, მხოლოდ ტრახომატის, უროპლაზმა და მიკოპლაზმა ჰომინის. ამ ჯგუფში ასევე შედის რეიტერის სინდრომი ან დაავადება, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი რეაქტიული ართრიტისა, რომლისთვისაც ტრიადა არის დამახასიათებელი, ეს არის კონიუნქტივიტი, შემდგომ ურეთრიტი ან ვულვოვაგინიტი და ართრიტი, როგორც სახსრების ერთ-ერთი დაზიანების ერთ-ერთი და ბოლოს დიდი ჯგუფი რეაქტიული ართრიტების განპირობებული სხვადასხვა ვირუსული ინფექციით, როგორიცაა ადენო, ენტერო და ჰერპეს ვირუსით განპირობებული ართრიტები. ადამიანის იმუნდეფიციტის ვირუსით განპირობებული ართრიტი, პარავირუსი B19-ით განპირობებული ართრიტი, ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ართრიტი. ეს შემონათვალი მიანიშნებს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია შესაძლებელია გახდეს რეაქტიული ართრიტის გამოწვევის მიზეზია ძირითადი დაავადების ფონზე, ანუ ძირითადი რაც შეეხება განმასხვავებელ ნიშან-თვისებას რეაქტიული ართრიტისა, იუვენილური რევმატოიდული ართრიტისაგან, შეიძლება ითქვას, რომ რეაქტიული ართრიტი შედარებით იუვენილური რევმატოიდული ართრიტისაგან ხასიათდება სახსრების უმეტესად ასიმეტრიული
დესტრუქციული ცვლილებების გარეშე ძვალსახსოვანი სისტემისა, თუმცა მორეციდივე მიმდინარეობით. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ცალკე უნდა გამოვყოთ რეაქტიული ართრიტის მიმდინარეობის თავისებურებანი 3 წლის ასაკის ბავშვებში, სადაც ართრიტი უფრო მწვავედ, უფრო გენერალიზებულად, უფრო ზოგადი გამოვლინებებით მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის ფონზე, ინტოქსიკაციით და ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზი დიფერენციალური დიაგნოსტიკისა იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტთან. ეს დამახასიათებელი არის არა მხოლოდ ართრიტების მიმდინარეობისათვის ადრეულ ასაკში, არამედ ზოგადად დაავადებების, ეს ეხება სისტემურ ვასკულიტებს, ეს ეხება შემართებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებებს, მეტი სიმწვავე, მეტი კლინიკური, ასე ვთქვათ, გენერალიზაცია პროცესის. ანუ 3 წლის ასაკი, ასე ვთქვათ, პატარა კრიტიკული ასაკი არის. 60 წლამდე, მიდრეკილება უფრო დიდია სიზარღვანი კომპონენტისაგან, მეტი არის მიდრეკილება შეშუპებისაგან და ეს რასაკვირველია ქმნის ასეთ მწვავე მიმდინარეობას და არა მხოლოდ რეაქტიული ართრიტების. ქალბატონო, მანნა ჩვენს ძალიან საინტერესო საუბარს ახლა სარეკლამო ჭრა გაჭრის და დავბრუნდებით სტუდიაში არანაკლებ საინტერესო კითხვებით და თემებით სულ რამდენიმე წამში. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 59504 ევროპაბეთის სეკას მოყვარულებს ორ ახალ აქციას თავაზობს. Best Tournament Player მიიღე მონაწილეობა ტურნირების სერიაში და მოიგე Samsung Galaxy S4, Samsung-ის პლანშეტური კომპიუტერი და Xbox-ი. გარდა ამისა, მოხვდი რეიტინგის ოცეულში და მიიღე 50-დან 1000 ლარამდე ფულადი პრიზები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.europabets.com. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. დაცვის სამსახური ორბით თავაზობთ სავაჭრო ობიექტების, ოფისების, ბინების და აგარაკების თანამედროვე სიგნალიზაციის სისტემებით დაცვას. ორბით დამკვეთს უფასოდ გადაცემს დაცვის სისტემებს. ორბით დამკვეთს უფასოდ სთავაზობს მონტაჟს. ორბით დამკვეთის დაცულ ობიექტს აზღვრავს სადაზღვევო კომპანიაში. ორბი ყველაზე იაფი და ხარისხიანი მომსახურება. ორბი ქმნის თქვენს უსაფრთხოებას. დაგვიკავშირდით 5-7-4-70-70-70 ან მოგბრძანდით ორბის ოფისებში. ცაბაძის 1 წერეთლის 2 ბალანჩინის 6 ნავთლუღის 11 ჭავჭავაძის 74. ორბი ობიექტი დაცულია. საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა Oxford Medical Georgia გთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური ექიმების გუნდი დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ტელეფონი 2 29 47 47. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ჰოსპიტალი გთავაზობთ მოზრდილთა და ბავშვთა უროლოგიას, გინეკოლოგიას, ზოგად ქირურგიას, ონკოლოგიურ დაავადებათა შორსასრული ფორმების ოპერაციულ მკურნალობას, ლაპარასკოპიულ და ენდოსკოპიურ ცენტრს. მისამართი დიღომი უბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მე-9 სართული. ტელეფონი 223 40 23. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ჰოსპიტალი. თანამედროვე ტექნოლოგიები წამყვანი სპეციალისტებით. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის თანამედროვე ევროპული სასწავლო პროგრამები, კვალიფიციური პროფესურა, გაცვლითი პროგრამები ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, სასწავლო გრანტთან გათანაბრებული ფასი თქვენი წარმატების საფუძველია. გახდი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, მიიღე თანამედროვე ევროპული განათლება, დასაქმდი წარმატებით. დაგვიკავშირდით 577 50 53 54 248 01 41 ან შემოგვიერთდით Facebook-ის გვერდზე.
გიხმართ სიჩქარე, გიზიდავთ ექსტრემი, გსურთ გართობა, ეცვიეთ ასტრაპარკს, 7D კინოთეატრი, ბილიარდი, დაბადების დღის ცენტრი, გასართობი ატრაქციონები, კარტინგებით რბოლა და მართვის შესწავლა, კაფე-ბარი, პინგ-პონგი, კორპორატიული ღონისძიებები, დიღომი, ჩაჩავას 8, ტელეფონი 2 37 37 37, ასტრაპარკი. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 595 04 103. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. დაბრუნდით სტუდიაში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი დილის სტუმარი დღეს გახლავთ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრი, რევმატოლოგი პროფესორი ქალბატონი მანანა ჟვანია და განვაგრძობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარს. თავისთავად ცხადია ძალიან ბევრ ნოზოლოგიაზე საუბრისას და ისევე თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე თქვენ ნოზოლოგიებზე საუბრისას ნამდვილად წამყვანი არის ორგანიზმის იმუნოდეფიციტი და ყველაფრის საფუძველი არის ორგანიზმის იმუნოდეფიციტი, ხო? ჩვენ ძალიან ხშირად დგება ოტორინოლარინგოლოგიც ყავდა სტუდიაში სტუმრად პრინციპში ნუშურა ჯირკვლები, ანუ გლანდები, როგორც ამას პოპულარულ ენაზე ეძახიან, არის გარკვეული ფარი. ღმერთმა არაფერი ზედმეტი ორგანიზმში არ შექმნა. თუმცა ის კონვეირი, რაც დღეს არსებობს ტონზილექტომიის სახით, ესეც ალბათ ხაზ გასასმელია და ამით მე არ ვიცი, უფრო მეძიანს ვუკეთებთ ამ ჩვენ შვილებს თუ ნაკლებს, ეს უკვე აღარ ვიცი. აიცით, ჯერ ერთი ცუდ სიტყვას არ მინდა გამოვიყენო უპრაგონოჭრა მეთქი, იმიტომ რომ სპეციალისტები არიან ამაში, რა თქმა უნდა, ჩართულები და ესე არ ხდება მართლა, რომ ყველა ყელყურთან მისული ბავშვი აუცილებლად ამ ტონზილექტომიის მსხვერპლია. მაგრამ მაინც რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და რა შემთხვევაში უნდა დადგეს ის, იმიტომ რომ ყოველთვის სასწორზე დებენ ხოლმე, ბევრი ექიმისგან გამიგია, აბა რა გინდა რომ შემდგომ სახსრები დაუავადდეს. ასე ცალსახად ალბათ ამაზე საუბარი ცოტა რთულია. როგორია თქვენი პოზიცია ამ მხრივ? მე ვიტყოდი რომ კაცრი მიდგომა ალბათ არ იქნებოდა მედიცინაში ზოგადად არ შეიძლება რასაკვირველია უნდა დიფერენცირებული მიდგომა არის საჭირო რასაკვირველია თითოეულ ავადმყოფთან და უნდა გადაწყდეს ტონზილექტომიის საკითხი ერთობლივად რევმატოლოგის და ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციის შედეგად. რაც შეეხება მწვავე რევმატულ ცხელებას, ანუ რევმატიზმს, მის აქტიურ ფაზაში ტონზილექტომიის ჩატარება აბსოლუტურად უკუჩვენება გახლავთ. შემდგომში თუ კი როგორც ჩირქოვანი კერა ისე რჩება ნუშრა ჯირკვლები, თუ კი განმეორებითი ანგინა არის წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ მაღალი ტემპერატურით და ამ შემდეგ ერთობლივად შეიძლება გადაწყდეს ეს საკითხი. და ზოგ შემთხვევაში მართლაც საჭიროა ტონზილექტომია. თავისთავად ცხადია. მაგრამ შესაძლოა ხო. თავისთავად ცხადია. მე მინდა ისევ დაუბრუნდე თემას იუვენილური რევმატოიდული ართრიტები, რომელიც ერთ-ერთი მართლაც უსერიოზული ნოზოლოგია, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელსაც ადრეული გამოვლენების შემთხვევაშიც კი მის მკურნალობას ყველაზე კარგ შემთხვევაში მივყავართ ხანძრლივ რემისიამდე. თუ არა და ეს შესაძლებელია, ხო, შეიძლება ინვალიდობის მიზეზიც კი გახდეს ბავშვთან. ისეთი იუვენილური რევმატოიდული ართრიტი მოიხსენებათ ასევე რევმატულ დაავადებათა ჯგუფში განიხილება და ამ დაავადების პროგნოზი დამოკიდებული არის მის ფორმასთან. რომელ ფორმასთან გაქვს საქმე, როგორი მიმდინარეობას იღებს დაავადება. ნეტად მნიშვნელოვანი არის აგრეთვე რომელ ასაკში დაიწყო დაავადება. რაც უფრო ადრე იწყება, საერთოდ არა მარტო მე უკვე აღვნიშნე იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, არამედ საერთოდ სხვა ზოგადად ნოზოლოგიური ერთეულები, რომლებიც რევმატულ დაავადებათა ჯგუფს განეკუთვნებიან, მიმდინარეობა ყოველთვის მეტად აგრესიული გახლავთ. ეს ეხება დერმატომიოზიტსაც, შემერთებელ
ქსოვილის დიფუზური დაავადებებით, დაზიანებით მიმდინარე დაავადებას, სადაც უფრო ხშირია ისეთი გართულება, როგორც არის კუნთების კალციფიცირება, დაავადების მოპროგრესირება ხასიათის გამო, ეს ეხება ასევე იუვენილურ რემატოიდულ არტრიტს. ზოგადად ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია მოიხსენებათ სახსრების სიმეტრიული დაზიანება, ოლიგო და პოლიარტიკულარული ფორმა. ანთებისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნითა და დესტრუქციული ცვლილებებით ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ, რაც მიზეზი ხდება ზრდის შეფერხების, განსაკუთრებით დაავადების სეროპოზიტიური ფორმის შემთხვევაში, როდესაც რემატოიდული ფაქტორი გვაქვს ჩვენ დადებითი, ეს ფორმა სეროპოზიტიური ფორმად არის ცნობილი და მეტი აგრესიით მიმდინარეობს დაავადება. იუვენილური რემატოიდული არტრიტი სისტემური გამოვლინებით სტილის ფორმა, ეგრეთ წოდებული, მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. სან მაღალი ტემპერატურა, ზოგადი მძიმე მდგომარეობა, სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება, განზე გამოანაყარი, პოლიორგანული უკმარისობა. დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ თვალის დაზიანება უვეიტის სახით, რომელიც ზოგ შემთხვევაში წინ უსწრებს იუვენილური რემატოიდული არტრიტის სრული კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას, რის გამოც რთულდება დაავადების დროული დიაგნოსტიკა. ამ მხრივ ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ოფთალმოლოგები, ვინაიდან თავდაპირველად ავადმყოფი რასაკვირველია, მხედველობის გაუარესების გამო მიმართავს ოფთალმოლოგს. იუვენილური რემატოიდული არტრიტის მძიმე გართულება თირკმლის ამილოიდოზი გახლავთ, მაგრამ არსებობს რასაკვირველია ფორმები დაავადების, განსაკუთრებით როდესაც ეს შემოიფარგლება უფრო ძირითადად სახსროვანი კომპონენტით, შედარებით კარგი პროგნოზით და ფუნქციურად აქტიური შეიძლება დარჩეს ბავშვი. არ შეიძლება არ დავინტერესდეთ მკურნალობის მეთოდებით. რა ტიპის მედიკამენტების ჩართვა ხდება, ვთქვათ, არის არასტეროიდული, არის ჰორმონალური, ვთქვათ, ჩარევა, არის იმუნომოდულატორები და აი რაზე უნდა გავამახვილოთ იგივე ამ მედიკამენტებს, ვთქვათ, რა გვერდითი მოვლენები აქვს, რასაც კიდე პლუს პარალელურად ყურადღების გამახვილება ჭირდება. იუვენილური რემატოიდული არტრიტის ბაზისური თერაპია არა კორტიკოსტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატები გახლავთ. მაგრამ ეს ფორმა, რომელიც მე ავნიშნე, სტილის ფორმა, ეს ალერგოსეპტიური ვარიანტი ამ დაავადებისა, არ ექვემდებარება ამ პრეპარატებს და ჩვენ გვიხდება ისეთი ძლიერი იმუნდეპრესანტების გამოყენება, როგორც არის კორტიკოსტეროიდული თერაპია და ზოგჯერ ციტოსტატიკური იმუნდეპრესანტებიც კი. რასაკვირველია ეს არასასურველი, ასე ვთქვათ, ისედაც იმუნურ დეფიციტთან გვაქვს ვთქვათ საქმე, ხო? მაგრამ არ არის სხვა გამოსავალი, ამიტომაც ჩვენ ფართედ ამ შემთხვევაში ფართედ და ხანგრძლივად ვიყენებთ ამ პრეპარატებს. რაც შეეხება გართულებებს, ნებისმიერ პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები და გართულებები. ეს ორი ცნება უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს და უნდა ვეცადოთ, რომ ეს გვერდითი მოვლენა არ გადავიდეს გართულებაში. კიდევ აი ამ მაპატიეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კურნალობასთან დაკავშირებით მე შევჩერდებოდი რემატიზმის, ანუ მწვავე რემატიული ცხელების მკურნალობის ტაქტიკასაც. იმ რემატიზმის შემთხვევაშიც ჩვენ ძირითადად ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, რასაკვირველია, ვინაიდან ვიცით, რომ ინფექცია არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ დაავადების
განვითარებაში და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. თუმცა არის ფორმები რევმატიული ცხელების, როდესაც ჩვენ ასევე ვიყენებთ კორტიკოსტეროიდებს. ეს არის მძიმე ფორმა რევმატიული ქორეის გენერალიზებული ჰიპერკინეზით. ეს არის ისევ და ისევ დასაწყისი ფაზა რევმატიული ცხელების, ანუ იგივე მუკოიდური შეშუპება, როგორც ჩვენ უკვე ვახსენეთ, მუკოიდური შეშუპების ფაზა, ერთდროულად რამდენიმე სარქლის დაზიანებით. მაგრამ კორტიკოსტეროიდული თერაპია რევმატიზმის შემთხვევაში ძალიან ხანმოკლედ გამოიყენება 3-4 კვირის განმავლობაში. არაბეთ არ შემიძლია შეგეკითხოთ ის თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი ბავშვების, რომლებიც აი ხანგრძლივ რემისიაში იმყოფებიან, თქო, კარგად ექვემდებარება ეს ყველაფერი მკურნალობას, ჩართულობა, აი იგივე სპორტის მხრივ ალბათ შეზღუდვა ეს, ხო? თუმცა ხა ბავშვია და ხო არ შეიძლება ხა მის კოლბაში მოთავსდება. და შესაბამისად არის თუ არა რაიმე, რაც თქვა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შესაძლებელია რაღაცა სახეობებით მაინც ეს ბავშვი ჩართოთ იგივე ბავშვთა თამაშებში ან სპორტში დავტვირთოთ რაღაცა დოზით მაინც. ცით პედიატრის, ასე ვთქვათ, ფუნქცია საკმაოდ რთულია. კი, მესმის. რთულია, იმიტომ რომ ბავშვის ასაკი მოგეხსენებათ, მის ნაცვლად რომ ითამაშოს და თავის თანატოლებთან, ასე ვთქვათ, გაატაროს. ეს არის მთელი სირთულე თვითონ ბავშვის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე. მან უნდა გარკვეული პერიოდის შუალედით უნდა გაიაროს გამოკვლევა და კონსულტაცია ექიმთან. ამიტომ მიდგომა უნდა იყოს ძალიან ინდივიდუალური თითოეულ ბავშვთან და კარგი შემთხვევა ავიღოთ, როცა უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის ასაკი. რასაკვირველია, სპორტი დასაშვებია, თუ კი გადადის დავადება არააქტიურ ფაზაში. პირიქით, როდესაც ჩვენ გვაქვს სახსრების უკვე ასე ვთქვათ, პროლიფერაციული ცვლილებებს ვუძახით ჩვენ, არაანთებითი ცვლილებები სახსრების მხრივ, ამ შემთხვევაში არის ნაჩვენები ფიზიოთერაპიული საშუალებები, სპორტული დატვირთვა, რასაკვირველია დოზირებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი სიმპტომატიკა, ეს არის აი უშუალოდ ცალკე სიმპტომის სახსრების ტკივილი. რეაქტიული ართრიტებს და იუვენილურ ართრიტებს ახლა ნუღარ ვისაუბრებთ, ეს ხომ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ამ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ანუ ეს რა დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს კიდევ? ან შეიძლება ცალკე თავისთვის არსებობდეს და თქვათ უნდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, თუ არის ასაკის ისეთი სპეციფიკური პერიოდები, როცა ეს შესაძლებელია ფიზიოლოგიურადაც ჩაითვალოს. თავდაპირველად მე ჩამოვთვლი მთელ რიგ დაავადებებს, რომლებიც არ შედის რევმატულ დაავადებათა ჯგუფში. თუმცა ეს სიმპტომი ახასიათებს და მათ ახასიათებს ძვალსახსოვანი სისტემის პათოლოგია. ეს გახლავთ ტუბერკულოზური პროცესი. შემდგომ ტრავმები, მთელი რიგი სხვა მიზეზით განპირობებული ონკოჰემატოლოგიური პათოლოგია, რომელიც იძლევა ძვალსახსოვანი სისტემის მხრივ ცვლილებებს, სუბხონდრალური ოსტეონეკროზი, ეგრეთ წოდებული პერტესის დაავადება, რომლის ლოკალიზაცია გახლავთ მენჯის სახსარი, შლატერის დაავადება, რომელიც ხშირად ხდება ცეკვით, განსაკუთრებით ქართული ცეკვით და სპორტით გადაცებულ ბავშვებში, ტრამვის შედეგად. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ეგრეთ წოდებული გარდამავალი კოჭლობა ბავშვებში შაქრიანი დიაბეტით განპირობებული. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ეს ტკივილის სინდრომი იყოს დაკავშირებული ჰიპოკალცემიასთან, მაგალითად სწრაფი ზრდით განპირობებული ჰიპოკალცემია. მაგრამ ყველა შემთხვევაში თუ კი არის სახსრების ტკივილი, ძვალსახსოვანი სისტემის
გამოხატული პათოლოგია, ჩივილები უფრო სწორად, აუცილებლად ბავშვი უნდა იყოს გამოკლეული. აუცილებლად. მაშინ აი მშობლებს იცით რამზე მინდა გავმახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში ხარ, როცა ბავშვი რაღაცას ისეთ ასაკშია, რომ გესაუბრება და თავის ჩივილს გეუბნება, ეს ძალიან კარგი. უფრო პატარა ასაკში, აი რას უნდა მიაქციოს დედამ ყურადღება, ხა პედიატრი თავისთავად ცხადია გვერდში უნდა ედგეს, იგივე მენჯბარძაყის სახსარში მისი განზიდვა, ეს ყველაფერი უნდა შემოწმებული იყოს პედიატრის მიერ და ვთქვათ არა დედის მიერ უნდა ზიანი რო არ მევაყენოთ ბავშვს, ხო? აი რა არის ისეთი სიმპტომატიკა, რაზეც დედამ უნდა მიაქციოს ყურადღება, მანდ სანამ თვალში საცემი არ გახდება ადრეულ ასაკში, რომ მის მივიდეს სპეციალისტთან. ეს ერთი კითხვა. და მეორე, იგივე აი თქვენ რო თქვით, მივიდეს სპეციალისტთან, ყურადღება გასამახვილებელია ყველა შემთხვევაში სახსრის ტკივილიო. თუ თავისი ინიციატივით რაიმე ანალიზი ჩაიტეროს, იგივე რეაქტიული ცილა ვახსენეთ ჩვენ, თუ მაინც მივიდეს ექიმამდე და იქიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ექიმის კონსულტაცია უნდა იყოს ჩატარებული და თავად ექიმი განსაზღვროს რა საჭიროებს თუ არა გამოყენებია ხო საერთოდ. ჩატარდეს. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, ადრეულ ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, რას უნდა მიექცეს ყურადღება. ვინაიდან ეს დაავადებები ყველა მწვავე ან ქვემწვავე დასაწყისით ხასიათდება, და დაკვირვებული და თუნდაც ნაკლებად დაკვირვებული ყოველთვის აქცევს ყურადღებას, რომ ბავშვი გახდა ნაკლებად აქტიური. მოძრაობის თვალსაზრისით ხელკიდურების ხო? მოძრაობის თვალსაზრისით უფრო მეტად მოითხოვს ხელში აყვანას. თამაშის დროს ცდილობს რომ დაჯდეს. ეს უჩვეულო არის ბავშვისათვის და ყოველთვის მიაქცევს ყურადღებას ამ სიმპტომებს. გასაგებია. თუ კი სახსარი შეშობდა, მით უმეტეს მაშინ ეს უკვე აღარ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა რასაკვირველი. კიდევ ერთი სარეკლამო ჭრა გველოდება, რას ვიზამთ, კანონებია ასეთი და დავბრუნდებით ისე სტუდიაში. განვაგრძობთ დილის გადაცემას ვიტამინი და სტუმრის ბლოკია კვლავ ეთერში, რომელსაც წარმოგვიდგენს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და სწორედ ამ კლინიკიდან ყავს დღეს დილას სტუმარი პედიატრი რევმატოლოგი პროფესორი ქალბატონი მანანა ჟვანია. ქალბატონი მანანა, ჩვენ პრინციპში დაგვჭა ალბათ 10-12 წუთია ესე ვიტყოდი და სასაუბრო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს, შესაბამისად იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ არაერთხელ ესტუმრებით ჩვენ სტუდიას და ვესაუბრებით. თუმცა მე ვფიქრობ, აი ხა თქვენთან შეთანხმებით უნდა აუცილებლად ვახსენოთ და გამოვყოთ ცალკე თემად ვასკულიტები. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ მას დრო დაუთმოთ. ასე რომ გითხარით ამაზეც ორიოდე სიტყვა. სისტემური ვასკულიტები საკმაოდ დიდი ჯგუფი გახლავთ თავისთავად დაავადებებისა, ცალკეული ნოზოლოგიური ერთეულების, რომელთა კლასიფიკაცია დაზიანებული სისხლძარღვის კალიბრისა და პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით ყალიბდება. ეს არის კვანძოვანი პერიარტიტი, ვეგენერის გრანულომატოზი, გიგანტურუჯრედოვანი ტემპორალური არტერიიტი, ხორტონის დაავადება, კავასაკის დაავადება, შერეული კრიოგლობულინები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა დღეს შევჩერდე რამდენადაც დრო გვაძლევს ამის საშუალებას ჰემორაგიულ ვასკულიტზე, შოლაინ ჰენოხის დაავადებაზე, რომელიც სისტემურ ვასკულიტების სხვა ნოზოლოგიური ერთეულებთან შედარებით ბავშვებში საკმაოდ ხშირად გვხვდება და სახასიათდება სიმეტრიული წინწკლოვანი გამონაყარი ცხეულზე, მუცლის ტკივილით, აბდომინალით, რომელიც ხშირად წინ უსწრებს გამონაყარს. ამიტომ ეს პაციენტები ხშირად თავდაპირველად ქირურგის კონსულტაციას გადიან. თირკმლების დაზიანება დამახასიათებელი გახლავთ ასევე ამ დაავადებისათვის გლომერულონეფრიტის სახით. ხშირად მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ დაავადებისა გახლავთ ალიმენტარული მომენტი, რაიმე კვებითი ინტოქსიკაცია, კვებასთან დაკავშირებული, ჭიებით ინვაზია, ლამბლიოზი, რომელიც თავისთავად ორგანიზმის სენსიბილიზაციას იწვევს, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში. ეს საკმაოდ ხშირი, ასე ვთქვათ, ფორმა გახლავთ სისტემური ვასკულიტებისა, რომლებიც არა იშვიათად, რომელთა ჰოსპიტალიზაცია ხდება ჩვენთან კლინიკაში.
წითელ მგლურას მოვასწრებთ ასე ვთქვა. წითელ მგლურას. იმიტომ რომ მაინც ეს ისეთია ძალიან დამახასიათებელი, თან ცნობილი, განსაკუთრებით სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის ხოლმე ძალიან ისე დარჩება ხოლმე მეხსიერებაში და რამდენად არის დღეს ასე ვთქვა აქტუალური იგივე ეს ნოზოლოგია. რასაკვირველი აქტუალურია, თუმცა უნდა ითქვას, რომ როგორც სისტემური მგლურა, ასევე სისტემური სკლეროდერმია, იუვენილური დერმატომიოზიტი, რომლებიც ეს სამი ნოზოლოგიური ერთეული ერთ ჯგუფშია გაერთიანებული, შემართებული სოლის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებების ჯგუფი გახლავთ, მაინც იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება, მაგრამ იმდენად მძიმე არის, ასე ვთქვათ, ამ დაავადებების მიმდინარე რომ მართლაც ის ამახსოვდება სტუდენტს, ექიმს, დიახ. თუ კი სისტემურ სკლეროზსა და იუვენილურ დერმატომიოზიტს დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს, მაინც მაგალითად სისტემური სკლეროზის შემთხვევაში განსხვავებული ცვლილებები პიგმენტაციით, ატროფიით და ინდურაციით ხასიათდება, ანუ გამკრივებით. დერმატომიოზიტისათვის დამახასიათებელია ერითემა, გამონაყარი, ძირითადად თვალბუდისა და თითების გამშვალ ზედაპირებზე. კუნთების მოპრეგრესირის ხასიათის სისუსტე, ტკივილი, მოგვიანებით ჰიპოტროფია და კალცინოზი ზოგჯერ, ფუნქციის შეზღუდვა, ზოგჯერ ყლაპის გაცნელება. აი სისტემური წითელი მგლურა აუტოიმუნური პოლისისტემური დაავადების განსაკუთრებული მაგალითია და მისი კლინიკური სურათი ნებისმიერი სიმპტომო კომპლექსით, ანუ ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ხშირი და დამახასიათებელია კანის საფარველის დაზიანება, განსაკუთრებით სახის, ცხვირისა და ლოყების მიდამოში, რაც ფრთებგაშლი პეპლის ფორმას იმეორებს, ამიტომაც მას ლიტერატურაში პეპლის მსგავსი გამონაყარი ეწოდება, butterfly rash. ხშირია სისუსტე, ტემპერატურული რეაქცია, ეგრეთ წოდებული დისტროფული ცვლილებები, წონაში კლება, კანის სიმშრალეთმების ცვენა, პოლისეროზიტი, ართრიტის, პლევრიტის, პერიკარდიტისა და ასციტის სახით. ასევე ხშირია კარდიტი, ასეპტიური ენდოკარდიტი. ანუ სისტემური წითელი მგლურის 70%-ზე მეტ შემთხვევაში ზიანდება თირკმელი, გლომერულონეფრიტის სახით, რაც ზოგჯერ ამ დაავადების პროგნოზს, ანუ გამოსავალს განსაზღვრავს. ზოგ შემთხვევაში დაავადების ერთ-ერთი ადრეული გამოვლინება შეიძლება იყოს კანზე გამოხატული სიზარღვიანი ცვლილებები, რაც ვასკულიტის კლინიკურ სურათს ქმნის. დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს ჰეპატიტი, ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, ცერებრული კრიზით, გულყრებით, ცნობიერების დაკარგვით და შეცვლით რადიკულიტით და პოლირადიკული ნევრიტით. აი ასეთი პოლიმორფული სურათი, კლინიკური სურათი ახასიათებს ამ დაავადებას, ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ატიპიური მიმდინარეობა არის ამ კლინიკური სურათის, უსათუოდ უნდა გამოირიცხოს სისტემური წითელი მგლურა. მე ვფიქრობ ძალიან ბევრ უნიშნელოვანეს პრობლემატიკა შევეხეთ დღევანდელი დილის განმავლობაში და რომ არ დავამძინოთ ასე ვთქვათ ჩვენი მსმენელი დილიდანვე და არ დავაფრთხოთ მშობლები, ალბათ უნდა ვთქვათ ჯერ ყველა დაავადებას აქვს რაღაცა გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარების შედეგად ეგებ და შეგვიძლია ამ ყველაფრის თავიდან აცილება და მით უფრო როცა მაინც ბავშვებს, მოზარდებს ეხებათ, ხო, ეს დედისთვის ყველაზე მტკივნეულია მშობლისთვის და ყოველთვის ალბათ გაფაციცებით გვისმენს ხოლმე. რითი შეგვიძლია დავიცვათ ასე ვთქვათ ჩვენი თაობა, რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეგვიძლია ჩვენ რომ და შეგვიძლია კი რამე გვაძლევს შედეგს რომ ავიცილოთ აი ის ყველაფერი რაც თქვენ დღეს თქვენ ისაუბრეთ. გარკვეულწილად რასაკვირველია შეგვიძლია ავიცილოთ. ჯერ უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ კრიტიკული პერიოდები ბავშვის განვითარების აუცილებლად და მეტად კრიტიკული გახლავთ რევმატული დაავადებების განვითარების მხრივ პრეპუბერტატული და პუბერტატული პერიოდი, ეს სქესობრივი მომწიფების პერიოდი. უსათუოდ უნდა მოხდეს სანაცია ქრონიკული ინფექციის კერების აუცილებლად. ბავშვი უნდა ეწეოდეს არა მხოლოდ
მოსდილი ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეს ეხება კვების რეჟიმს, ეს ეხება დასვენების შრომის რეჟიმს, ეს ეხება ინსოლაციას გადაჭარბებულს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ზღვაზე, განსაკუთრებით იგივე პრეპუბერტატულ და პუბერტატულ პერიოდში. სხვათა შორის რევმატული დაავადებების გამწვევა სწორედ შემოდგომას ეხება. ზაფხულის შემდგომ, აი ესეთი ვიტყოდი დარღვეული რეჟიმის შედეგად ხშირად ხდება ან გამწვავება, ან დაწყება შემოდგომის პერიოდში. შემოდგომის პერიოდში. რომელი ეს კრიტიკული ასაკები ზოგადად გარდა პუბერტატისა და აი სქესობრივი მომწვევის პერიოდისა ბავშვებში, აი თავიდანვე რო დავიწყოთ, ეს თქვენ ახსენეთ 3-4 წელიც თუ არ ვცდები. 3-4 წელი მძიმე მიდინარეობით თავისთავად. მე ვიტყვი რომ ყველა ასაკში ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. უბრალოდ პუბერტატულ და პრეპუბერტატულ პერიოდში იწყება ჰორმონალური წრეები, რომელიც თავისთავად რასაკვირველია მთელი რიგი დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. გნებავთ აი ესეთ რო დავსვათ კითხვა, არის თუ არა, აქვს თუ არა გენეტიკური განწყობა რევმატოიდულ პრობლემებს? რევმატული დაავადებები გენეტიურ დაავადებების ჯგუფს არ მიეკუთვნება. ეს არ არის, მაგრამ განწყობას რასაკვირველია ძალიან დიდი მნიშვნელობა. და არა მხოლოდ განწყობას, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით ხშირი არის საკმაოდ ხშირია ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის მაღალი დონე ოჯახის სხვადასხვა წევრებში. რევმატიზმის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე სიხშირე, ერთი და იგივე ოჯახის წევრებში. სადაც განწყობის გარდა რასაკვირველი ინფექციაც არსებობს. პრინციპში ცალსახად, ისეთი აი ძახილის ნიშნის ქვეშ ალბათ უნდა უთხრათ ჩვენს მსმენელებს, დედებს განსაკუთრებით, რომ მიაქციონ ყურადღება და სანირებული იქნას ყველა ის კერა ინფექციებიდან გაწმენდილი, დავიწყოთ პირის ღრუდან, ტონზილებიდან, ეს ქრონიკული პროცესები აბსოლუტურად მოვაშოროთ აი ჩვენ შვილებს, რაც ერთ-ერთი საწყისია და მაპროვოცირებელია ამ დაავადების განვითარებისთვის. ხო, რასაკვირველია ასევე გადაციების ფაქტორი აუცილებლად, გადატვირთვის ფაქტორი და ასე შემდეგ. მივაჩვიოთ ჩვენი ბავშვები თავიდანვე, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების წესს, იმისათვის, რომ შემდგომ უკვე მოზრდილობაში, როდესაც რაღაცა პრობლემატიკით მივადგებით ხოლმე ექიმებს, არ გვითხრან, რომ ეს ყველაფერი ბავშვობიდან დაწყებული პრობლემებია. უღრმესი მადლობა ქალბატონო მანონა სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე ვისურვებდი, რომ არ ვიცი, ალბათ ეს არის ფანტასტიკიდან დამეთანხმებით შეიძლება საქმე გამოგილიოთ, მაგრამ არ ყოლოდეს ასეთი პაციენტები თქო, მაგრამ ეს მირა ფანტასტიკიო, როგორც იტყვიან სამწუხაროდ, თუმცა კარგი იქნებოდა ნამდვილად. ან იული მიმდინარეობა მაინც კონდეს, ასე ვთქვათ, აი ამ სერიოზული დაავადებების ჯანმრთელობას უსურებ ყველა ჩვენ მსმენელს და ვეტყვი, რომ იგივე ამ გადაცემის მოსმენა თუ დღეს ვერ მოახერხეთ, ან რამე ნიუანსები მოკლავაც და გაინტერესებთ, შეგიძლიათ საღამოს 8 საათიდან ამ მოვე ტალღაზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დილის სტუმარი გიჟ ვანია სახელობის პედიატრის აკადემიური კლინიკის პედიატრი რევმატოლოგი პროფესორი ქალბატონი მანანა ჟვანია. მომავალ შეხვედრამდე მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ისევ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა, კარგად გრძანდება. ნახვამდის. შეცე მეგობრებო, ჩემთვისაც განკუთვნილი დრო ამ ტალღაზე ამოიწურა 5-10 წუთში ჩვენს ტალღაზე თქვენ გექნებათ უკვე საშუალება რომ მოусმინოთ დილის საინფორმაციო გამოშვებას და შესაბამისად უკვე ხვალიდან ისევ დაგიბრუნდებით ეკახოსიაშვილის სტუდიაში 9:30-დან 10-მდე ახალი თემით, ახალი სტუმრით და რა თქმა უნდა იმის სურვილით რომ იყოთ აუცილებლად ჯანმრთელები, ბედნიერები და წარმატებულები. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.